ერთი გავს ამ ადამიანებიდან შეშინებულს, რომელი ერთი გავს ამ ადამიანებიდან ის, რომელსაც ციხეში იზომა შეაშინებს იმისთვის, რომ და ამისთვის მზად იქნება, რომ დატოვოს თავისი ქვეყანა, დატოვოს თავისი ოჯახი და სადღაც მიიმალოს. ამ ადამიანებს ღიმილის ბიჭებს ეძახის მთელი საქართველო, იმიტომ რომ სად არიან ტყვეობაშიც კი შეინარჩუნონ უნარი, რომ გაიღიმონ და იყვნენ, თქვათ, ხნეობის წყარო იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ არ დაუჭერიათ. მე ბატონო მოსამართლე და არ მინდა მხოლოდ ემოციური გამოსვლა გამომივიდეს სამართლებრივად ვაპირებ მოკლედ საუბარს, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ მე მამა გავხდი და წუხელ პირველად გავატარე ჩემს შვილთან და როცა მორიგი პოლიტიკური მართლობის პროცესიდან სახში მივედი წუხელ, ხელმანო ვფიქრობდი რა უხეშად ვთქვათ, რა უნდა მოხდეს, რა ეშველება, რა იქნება ამ ადამიანებთან ერთად და ძალიან ბუნებრივად მომივიდა ფიქრი, რომ მე მინდა ჩემი შვილი ამ ადამიანებს დაეუბანოს, მინდა რომ არ ვიცი ცეცხლად ასავით შესაძლებლობა რომ მინდა ეძებოს, მინიმუმ მინდა შეეზოს პროვინციის სკამზე, გორბაძესავით პატიოსთან და გორბაძესავით მინდა იყოს და მე მგონი რომ მთელი ქვეყანა ამაზე ვოცნებობთ. მთელი საუკუნე ბოლო ალბათ და არა იმაზე რომ ჩვენი შვილი არ ვიცი ფორმაში ჩასული კრიმინალი იყოს, რომელიც სამსახურებრივი მანქანიდან ხმამაღლა მოლაპარაკით დემონსტრანტებს აკიდებს მაგალითად და ჩვენს მომავალს ვასამართლეთ ახლა ეს არ არის პროცესი, სადაც რაიმე ბრალდებულების საქმე მიმდინარეობს, ჩვენ ვასამართლებთ და თქვენ ასამართლებთ შვილებს, რომლებიც ასეთები გვინდობა რომ ყოფილიყვნენ და ასეთები გავზარდეთ თავისუფლები, მომღიმრები, უშიშრები და ახლა იმის გამო რომ არ ვიცი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მათი აქ ყოფნა არის მიზანშეწონილი და ჩაითვალა მიზანშეწონილია სწორედ ამიტომ ხდება ისინი იქ სადაც ახლა არიან.